სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული თითქმის 5 მილიონიანი ზიანი და 9 მხილებული პირი. გამოძიების ვერსიით საქმე ეხება 1550 ბავშვზე გათვლილ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობას, რომლისთვისაც განკუთვნილი თანხებიდან თითქმის 5 მილიონი ლარი ჯგუფურად იქნა მითვისებული. პროკურატურის ინფორმაციით სამართალდამცველებმა სისხლის სამართლებრივი დევნა 9 პირის მიმართ დაიწყეს, მათგან 4 უკვე დაკავებულია. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2023-2025 წლებში მუნიციპალური განვითარების ფონდსა და კომპანია შეპესე შენ ჯგუფ შორის ხელვაჩაურის, ქედის, ნინოწმინდის, წალენჯიხის, ხობის, ლაგოდეხისა და კასპის მუნიციპალიტეტებში ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციაზე 9 ტენდერი გაფორმდა. საგამოძიებო უწყების თანახმად ჯამში კომპანიას 18 მილიონ ლარზე მეტი ჩაერიცხა, საიდანაც წინასწარ შემუშავებული გეგმით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 4.792.587 ლარი მიითვისეს. ბრალდება მოიცავს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, სამსახურებრივ გულგრილობასა და ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენებას, რამაც სახელმწიფოს განსაკუთრებით დიდი ქონებრივი ზიანი მიაყენა. იმავე პერიოდში ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ერთობლივად შეიმუშავეს და განახორციელეს უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციის დანაშაულებრივი გეგმა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ცალკეულმა ხელმძღვანელმა პირებმა დაუდევარი დამოკიდებულების გამო არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. კერძოდ, შენ ჯგუფმა დაუსაბუთებლად წერილობით 15-ჯერ მოითხოვა თანხა ავანსის სახით სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნით. მოხელეებისთვის ცნობილი იყო, რომ შენ ჯგუფი ჯეროვნად არ ასრულებდა არც ერთი ტენდერით გათვალისწინებულ ვალდებულებას, მაგრამ გულგრილად მოეკიდნენ თავიანთ მოვალეობებს და ყოველ ჯერზე გასცეს ნებართვა კომპანიისთვის ავანსის თანხის სრულად ჩარიცხვაზე. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზემოხსენებული სამუშაოების საინჟინრო ზედამხედველობა დავალებული ჰქონდა კერძო საექსპერტო კომპანიას, რომელიც ვალდებული იყო შესრულებული სამუშაოების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება განეხორციელებინა. მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველი კომპანიის თანამშრომლებისთვის ცნობილი იყო, რომ რიგ შემთხვევებში შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახული მონაცემები არ შეესაბამებოდა რეალობას, მათ შენ ჯგუფის მმართველის თხოვნით მაინც დაადასტურეს აღნიშნული მონაცემები, რის შედეგადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არამართლზომიერად დაიუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ სახსრებს. საგამოძიებო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელ პირებს და ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება გამოყენების ფაქტზე წარადგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს კი ბრალდება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარადგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდება წარადგინათ კერძო კომპანიის ზედამხედველ ექსპერტებს ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე. მათ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პროკურატურის ინფორმაციით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით შეძენილი ქონებები დაყადაღებულია და დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების თუ საჯარო მოხელეების გამოსავლენად საქმეზე გამოძიება გრძელდება.